სალამი მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობთ სტუმრად გიორგი არქანიას. ისტორიკოსი გიორგი არქანია, რომელიც მკვლევარი გახლავთ უახლესი ისტორიის ფრიად საინტერესო ეპიზოდის, როგორიც არის სამოქალაქო დაპირისპირება, სვიატგამსახურდიას პრეზიდენტობა, დისიდენტური მოძრაობების ისტორია და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ისტორიკოსის აზრი ამ საკითხებზე. მოგესალმებით. გიორგი, ეს საკითხი ხარ რატო არის ძალიან საინტერესო და ძალიან აქტუალური ჩვენთვის. ბანალური ჭეშმარიტება ის რომ კაცობრიობა შეცდომებს ვერ სწავლობს და შეცდომები ციკლურია და კვლავ მეორდება. და დღეს ეს დისიდენტური მოძრაობა, გამბედაობა, სამოქალაქო გმირობა ისევ აქტუალურია. და ძალიან აქტუალურია. დღესაც ყავს უკვე დისიდენტები არსებითად სხვა პროფილში, სხვა იდეით, სხვა პრობლემით, მაგრამ სული ალბათ იგივეა, ხო? და აი ეს გამბედაობა, როცა დიდ ურჩხულს ებრძვი ერთი ადამიანი და აქ შეიძლება შეაგდო შენი სიცოცხლის ასწორზე, ეს რაღაცა განსაკუთრებული მოვლენა. მინდა რომ აი ამ იმაში ჩავიხედოთ. მოდი ჩვენ დავიწყოთ ჰელსინკის აქტით, რომელიც ერთგვარად ისეთი კატალიზატორი აღმოჩნდა პროცესების, რომ საბჭოთა რესპუბლიკებში ან წითელ ბლოკში მთლიანად დაიწყო ეს დისიდენტური მოძრაობის კულტურა, სხვადასხვა ასე თქვათ, ეროვნული განმასხვავებელი ნიშნებით და ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისი. ყავდა ღირსეული ლიდერები, მართლაც ძალიან მაგარი ადამიანები და აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. კი ბატონო. საკმაოდ საინტერესო თემაა ნამდვილად და აქტუალურიც. იცით როგორ ვიტყოდი, ჩვენ წესითა და რიგით დღეს ისეთ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ, სადაც ისტორიკოსები მშვიდად დასხდებიან და გამოიკვლევენ დისიდენტობის პერიოდს, ცივი ომის პერიოდს, საბჭოთა წარსულს, მშვიდად, ასე ვთქვათ, ყოველგვარი ემოციების და თანამედროვეობასთან პარალელურად. მინდა პროფესიული ცნობის მოყარებით, მაგრამ არა იმით, რომ დღესაც იგივე დღეში ვართ. რა თქმა უნდა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ისტორიკოსები უფრო მეტად სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით აქტიურობენ, ვიდრე სამეცნიერო და აკადემიური მიმართულებით, რადგან ქვეყანაში დგას სერიოზული პრობლემები და მით უმეტეს ახლა ისტორიკოსი და თან მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის მკვლევარი სხვაგვარად შეუძლებელია იყოს. იმიტომ რომ მას არ უნდა დადგეს ისეთი პერიოდი და ისეთი რეჟიმი განმეორდეს, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და იკრძალება ბევრი რამ და მით უმეტეს ისტორიკოსმა ყველაზე კარგად იცის ალბათ. ჩვენ არ ვიცხოვრია იმ პერიოდში, მაგრამ თეორიულ დონეზე მაინც ვიცით რასთან გამკლავება უწევდა დისიდენტებს. თავიდან რომ დავიწყოთ, ესე იგი, დისიდენტი ზოგადად ნიშნავს სხვაგვარად მოაზროვნეს, სხვაგან დგომს, სხვა პლატფორმაზე არსებულ ადამიანს, ეს ჯერ კიდევ ახალი ეპოქის დაწყებასთან ერთად, აი განსაკუთრებით რეფორმაციის პერიოდში გახდა აქტუალური ეს ტერმინი და მაშინ ამ ტერმინით აღნიშნავდნენ ძირითადი მთავარი გაბატონებული ეკლესიის განმდგარ ადამიანებს, მაგალითად ინგლისში ანგლიკანები დისიდენტებად მოიხსენიებდნენ სხვა მიმართულების პურიტანებს. მაგრამ უფრო ფართოდ ეს ტერმინი ცნობილი გახდა სწორედ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ აი 60-იანი წლებიდან იმ ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც საბჭოთა კავშირში და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებში, პირველ რიგში აქ რა თქმა უნდა გულისხმობთ აღმოსავლეთ ევროპას, ზოგიერთი პირდაპირ უპირისპირდებოდა არსებულ სისტემას, ან ზოგიერთი უბრალოდ უკმაყოფილებას გამოხატავდა და ცდილობდა რომ დემონსტრირება მოეხდინა ამ თავისი უკმაყოფილების, თუნდაც განსხვავებული ლიტერატურის, აკრძალული ლიტერატურის წაკითხვით და სხვადასხვა ფორმები არსებობდა ამ დისიდენტური სულის გამოხატვისა. საიდან დაიწყო? დისიდენტური პერიოდის და დისიდენტური მოძრაობის ათვლის წერტილად სხვადასხვა მკვლევარი სხვადასხვა პერიოდს ვთავაზობს. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 65 წელს დაიწყო.
ზოგიერთი 68 წელს ასახელებს. არის მოსაზრება, რომ აი ეს როდესაც მოსკოვში შეიქმნა უკვე უფლებათა დამცველი საინიციატივო ჯგუფები 79-ში პირველი და შემდეგ უკვე სახაროვის მეთაურობით 70-ში იმ პერიოდიდან უნდა დავიწყოთ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ 60-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება ეს პროცესი. და საფუძველი ამ პროცესს ჩაეყარა შეიძლება ითქვას სტალინის გარდაცვალების მერე. ხრუშოვისეული ეგრეთ წოდებული დათბობის პერიოდში, როდესაც მოხდა დესტალინიზაცია, როდესაც გარკვეულწილად რეჟიმმა აუშვა ჭანჭიკები და დაშვებული გახდა რაღაც საკითხების კრიტიკა და დაგმობა, ოღონდ მაშინ ეს ძალიან შეზღუდულად ხდებოდა, თუ სტალინს უკავშირდებოდა და სტალინურ პერიოდს, აქ დაშვებული გახდა კრიტიკა. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მაგალითად სოლჟენიცინი აქტიურად გამოდის სწორედ დათბობის ხრუშოვის პერიოდში და მას ნობელის პრემია მიენიჭა სწორედ იმ ნაწარმოებებისთვის, რომელიც იმ პერიოდში ოფიციალური ჟურნალების, ასე ვთქვათ, გვერდებზე გამოქვეყნდა. გულაგის არქიპელაგი. გულაგამდე იყო. გულაგი გამოქვეყნდა 70-იანებში, მაშინ მას ნობელის პრემია უკვე ჰქონდა და გამოქვეყნდა სხვადასხვა პარიზში, მან მალულად გაგზავნა და იქ დაიბეჭდა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში აიკრძალა და აქ სწორედ დისიდენტები ავრცელებდნენ მას არალეგალურად. რითი დაიწყო? მაგალითად არის ესეთი ტერმინი ტამიზდატი. თუ კი საბჭოთა მწერლები ცდილობდნენ რომ გვერდი აევლოთ არსებული ცენზურისთვის და საზღვარგარეთ გამოექვეყნებინა თავიანთი ნაწარმოებები, იყო ამის ბევრი მაგალითი, მათ ადანაშაულებდა არსებული სისტემა, ასე ვთქვათ, დაბეზღებაში და საბჭოთა კავშირის შიგნით არსებული ვითარების გარეთ გატანაში და თან დამახინჯებაში. რა თქმა უნდა, მათთვის ეს იყო დამახინჯება არსებული სისტემისა. იყო სასამართლო პროცესები ასეთი მწერლების წინააღმდეგ. შემდეგ ჩვენ გვაქვს ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის გამოქომაგება, კოლექტიური მიმართვები და თანდათან ასე ვთქვათ, იბადება ის მოძრაობა, რომელიც მონოლითური არასდროს არ ყოფილა, არ არსებობდა ესეთი ერთიანი დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირში, უამრავი ქვედადინება იყო. უამრავი ასე ვთქვათ მიმართულება გახდა, ძალიან ბევრი განსხვავებული ინტერესების მქონე დისიდენტი იყო საბჭოთა კავშირში. და თქვენ ახსენეთ ჰელსინკის ასე ვთქვათ აქტი, რომელსაც 1975 წელს მოეწერა ხელი. ამ დროს საბჭოთა კავშირში დისიდენტური მოძრაობა უკვე არსებობს, როგორც აღნიშნეთ, განსაკუთრებით გააქტიურდა ეს პროცესი პრაღის გაზაფხულის შემდეგ, 1968 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის ასე ვთქვათ სივრცეში, გავლენის სფეროში გაჩნდა განსხვავებულად მოაზროვნე რეჟიმი, ანუ ფაქტობრივად დისიდენტური რეჟიმი ჩეხოსლოვაკიაში, როდესაც ადგილობრივი კომუნისტური ელიტის გარკვეული ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ შესაძლებელია ვიყოთ სოციალისტები, ოღონდ ადამიანური სახით ავაშენოთ ის და არა ვთქვათ ძალადობით, ზეწოლით, დაშინებებით, რეპრესიებითა და ასე შემდეგ და ალექსანდრ დუბჩეკის მეთაურობით ჩეხოსლოვაკიაში მართლაც რაღაც რეფორმების მთელი ტალღა დაიგეგმა და ფაქტობრივად პროცესი მიდიოდა მრავალპარტიულობის დაშვებამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და თქვენ იცით რომ მაშინვე ჩაახშო საბჭოთა სისტემამ და სამხედრო მანქანამ ეს პრეცედენტი, იმიტომ რომ შემდეგ ხო პროცესები დომინოს პრინციპით წავიდოდა პოლონეთში და მეზობელ სხვა სახელმწიფოებში, აი ეს შემთხვევაც კი არ დაუშვა მან. და იმავე წელს ძალიან მასშტაბური დემონსტრაცია საპროტესტო გაიმართა მოსკოვის ცენტრში. ამას რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით ვამბობ, იმიტომ რომ სულ 8 ადამიანი გამოვიდა წითელ მოედანზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ეს დემონსტრაცია. მათ ამ 8 დისიდენტმა გაბედა და მხარდაჭერა გამოუცხადა ჩეხოსლოვაკიას და მის, ასე ვთქვათ, მთავრობას, რომელიც ატარებდა ხალხისთვის და მოსახლეობისთვის სასიკეთო, ასე ვთქვათ, რეფორმებს. ანუ თქვენ წარმოიდგენთ, ძალიან კარგად წარმოგიდგენიათ, ვიცი, ტოტალიტარული რეჟიმისთვის ის 8 ადამიანიც კი საშიში იყო და ძალიან მასშტაბური დემონსტრაცია იყო ეს ყველაფერი. მანამდე სხვათა შორის, აი
65 წლის 10 დეკემბერი შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი საჯარო დემონსტრაცია დისიდენტური, როდესაც 22 ადამიანი გამოვიდა პუშკინის მოედანზე და იქ მათ გააპროტესტეს ცნობილი სასამართლო პროცესი 2 საბჭოთა მწერლისა და მოითხოვეს რა. მათ არ მოითხოვიათ არც თქვათ სისტემის დემონტაჟი ან საბჭოთა კავშირის დანგრევა. ისინი გამოვიდნენ 10 დეკემბერს საბჭოთა კონსტიტუციის დღეს და ხელში ეჭირათ მოთხოვნები, რომ დავიცვათ საბჭოთა კონსტიტუცია. ანუ თავად რეჟიმმა დაიცვას ის, რაც უწერია მას კონსტიტუციაში და საბჭოთა კონსტიტუცია იყო ერთი შეხედვით სოციალისტური, დემოკრატიული, თუმცა ის პრინციპები, რაც მასში გაწერილი იყო, არ სრულდებოდა. დისიდენტების თავარი მიზანი იყო კანონის ჩარჩოებში მოქმედება, იმ კანონის დაცვა რეჟიმის მიერ, რომელსაც ის ასე ვთქვათ, ფორმალურად იღებდა და ასე ვთქვათ, აცხადებდა, რომ ისი დამცველი იყო და ისინი არასდროს არ გამოდიოდნენ ძალადობრივი მეთოდებით. ანუ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დისიდენტური მოძრაობისა იყო არაძალადობრივი მიდგომა და ბრძოლა. მორალური უპირატესობის მოპოვება იმ ბოროტ სისტემაზე, რომელსაც ებრძოდნენ. და ჰელსინკის დასკვნითმა აქტმა ერთგვარად მოქმედების შეზღუდული, თუმცა გარკვეულწილად თავისუფალი არეალი და შესაძლებლობები მისცა დისიდენტურ მოძრაობას. იმიტომ რომ 75 წლის აი ამ მოვლენაში ამ აქტში ამავე დროს ჩაიწერა, რომელიც რა თქმა უნდა საბჭოთა ხელისუფლებას ძალიან არ მოეწონა, მაგრამ ამის საპირწონედ იძულებული იყო ამის, იმიტომ რომ ამის საპირწონედ დასავლეთის ქვეყნებმა ფაქტობრივად აღიარეს საბჭოთა კავშირის ის საზღვრები და გავლენის სფერო, რომელიც დადგინდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დე ფაქტო და ეხლა უკვე იურიდიულად გაფორმდა. და ნავთობის ვაჭრობის ასე თქვა შესაძლებლობას ეხება. კი, 70-იანი წლები ეს არის შეიძლება ითქვას ურთგალღობა, ურთიერთობებისა პოზიტიურ ნოტაზე გადაყვანა დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. ეკონომიკურმა კრიზისმა აიძულა, რომ გარკვეულწილად აი ეს სერიოზული საბჭოთა კავშირისთვის ანტისხეული შესულიყო. და ეს ძალიან არ მოსწონდა უშიშროების, ასე ვთქვათ, სამსახურს. იური ანდროპოვისთვის ყველაზე დიდი მტრები სწორედ ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ეს გახლავთ დისიდენტები. 76 წლიდან უკვე საბჭოთა კავშირის შიგნით იქნება აი ამ ჰელსინკის აქტით, ასე ვთქვათ, დამცველი მონიტორინგის ჯგუფები. შეიძლება ასე ითქვას. ანუ ისეთი დისიდენტური გაერთიანებები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს, რომ ამ აქტის ნაკისრი ვალდებულებები შეესრულებინა საბჭოთა კავშირს და საბჭოთა კავშირში დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები. ნუ პირველი რა თქმა უნდა ის იყო ცენტრი, მოსკოვი, გაჩნდა მალევე კიევში და მალევე გაჩნდა თბილისში. საქართველოში მთავარი ორგანიზატორი, თავმჯდომარე, ხელმძღვანელი იყო ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდია როგორც დისიდენტური მოძრაობის ლიდერი და ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერი ჯერ კიდევ გვევლინება 1956 წლიდან, როდესაც თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ცნობილი ანტისაბჭოთა პროკლამაციები. მაშინ ღიად მოუწოდებდნენ თქვა საბჭოთა ხელისუფლების ჩამოშლისკენ და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მოუწოდებდნენ მოსახლეობას. მაშინ ისინი სკოლის მოსწავლეები იყვნენ ზვიად გამსახურდიასთან ერთად მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი და სხვები. და აი ზვიად გამსახურდიასა და მისი თანამებრძოლების ბრძოლამ განსხვავებული ხასიათი მიიღო სწორედ აი ამ ჰელსინკის აქტის შემდეგ. იმიტომ რომ ერთგვარად ნახევრად ლეგალური სახე მიიღო, მათ საშუალება მიეცა, რომ ასე ვთქვათ, დასავლეთისთვის მიეწოდებინათ გარკვეული ინფორმაციები და აქედან გაეტანათ მათთვის მტკივნეული საკითხები. თავიდანვე მინდა ვთქვა ერთი რამ. მე ხმად წამს, რომ ზვიად გამსახურდია კლასიკური გაგებით დისიდენტი არ ყოფილა. დისიდენტები ძირითადად, განსაკუთრებით რუსი დისიდენტები, ორიენტირებულნი იყვნენ კი ბატონო ადამიანის უფლებათა დაცვაზე, არსებული სისტემის გაუმჯობესებასა და გაკეთილშობილებაზე. იყვნენ დისიდენტები, რომლებიც კომუნისტები იყვნენ და არსებულ სისტემასთან ის პრეტენზია ჰქონდათ, რომ ეს ის კომუნიზმი არ არის, რომელსაც ლენინი ქადაგებდა. ჩვენ გადავხვიეთ გზას და უნდა დაუბრუნდეთ ლენინურ საწყისებს. ანუ, როდესაც დისიდენტს ვამბობთ, ძირითადად
ასოციაცია ჩნდება ადამიანთა, რომელსაც უნდა საბჭოთა კავშირის დანგრევა და დაშლა, ეს ასე არ ყოფილა. დისიდენტების უმეტესობა კი ეწინააღმდეგებოდა სისტემას, მაგრამ ამ სისტემის უფრო გაკეთილშობილება უნდოდა, ვიდრე დანგრევა და დაშლა. ზუსტად გამსახურდია, შეიძლება ითქვას, რომ გამოიყენა უფრო მეტად საშუალებად აი ეს დისიდენტური მოძრაობა და დისიდენტის როლი იმისათვის, რომ გაეტანა სათქმელი დასავლეთში უპირველეს ყოვლისა და ის იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენელი. და მან ნახა, რომ იმჟამინდელ მსოფლიოში მით უმეტეს 1975 წლის შემდეგ, როდესაც დასავლეთმა აღიარა საბჭოთა კავშირის საზღვრები, საქართველოს დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, მოთხოვნები და ტექსტი ჯერ ერთი ძალიან რთულად გავიდოდა და შემდეგ დასავლეთში ამას ვერ გაიგებდნენ. იმიტომ რომ დასავლეთის არსებობდა ერთი დიდი ბოროტი, მაგრამ არსებული იმპერია, რომელიც საზღვრებს აღიარებდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მაშინ მათთვის ნამდვილად არასერიოზული თემა იყო. და თან პლუს ეს მთლიან დაწინააღმდეგებობდა იმ შეთანხმების მთავარ სურს. კი, ჩვენ ვაღიარებთ სწორედ თქვენს იმ გავლენის სივრცეს და აქ ახლა აბსოლუტურად ამ განცხადების ჭრილში და კვეთაში მოცემული მოთხოვნა ამას არავინ არ მოისმენდა. კი ბატონო, იყვნენ, თქვათ, სენატორები, კონგრესმენები, რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ ხოლმე საქართველოს საკითხს და გარკვეული რეზოლუციები და პროექტები ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობდა გარკვეულ წლებში, მაგრამ სერიოზულ და მაღალ დონეზე ეს საკითხი ვერ დადგებოდა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ჩვენ აღვიქვამდნენ როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილს. და ამიტომაც საქართველოს საკითხი რაიმე ფორმით მაინც საინტერესო რომ გამხდარიყო დასავლეთისთვის და უბრალოდ რომ მიექცია ყურადღება ქართულ დისიდენტურ მოძრაობას და ჩვენკენ წამოსულიყო ყურადღების გარკვეული ნაწილი, ზუსტად გამსახურდია ერთვება დისიდენტურ მოძრაობაში. ის ხდება დისიდენტი, ის აგზავნის დასავლეთში ინფორმაციებს საქართველოში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის შესახებ, ციხეებში პატიმრების წამების შესახებ, ისტორიული ძეგლების, კულტურული ძეგლების ხელყოფის შესახებ, საქართველოს ეკლესიაში არსებული ვითარების შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ ზუსტად გამსახურდია იყო უპირველეს ყოვლისა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, რომელმაც ძალიან კარგად ნახა აი ეს შანსი და შესაძლებლობა, რომელსაც მას აძლევდა დისიდენტური მოძრაობა და მასში ჩაერთო სწორედ ამ მიზნით, რომ თანდათან, ასე ვთქვათ, გასულიყო ლოზუნგი და ინფორმაცია გაჩენილიყო ელემენტარულ დონეზე ევროპაში საქართველოს შესახებ. მერაბის და ზიადის გზა როგორ გადაიკვეთა? ბავშვობიდან ისინი კლასელები იყვნენ, მეგობრები იყვნენ, ისინი ასე ვთქვათ მათი ურთიერთობა ადრეული ასაკიდან დაიწყო. როგორც თავად ზუსტად გამსახურდია წერს თავის მოგონებებში და ზოგადად როგორც ძალიან ბევრი მათთან დაახლოებული ადამიანი იხსენებს, მათ გაუგეს ერთმანეთს, როგორც იტყვიან ჩვენთან, ერთგვარი მონათესავე სული ამოიცნეს ერთმანეთში და რაც მთავარია, ანუ წმინდა ადამიანური მეგობრული ურთიერთობების გარდა მათ ასევე ერთმანეთს გაუგეს იდეოლოგიური თვალსაზრისით, პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით და მთელი, ასე ვთქვათ, ცხოვრების განმავლობაში ფაქტობრივად თანამოაზრეები იყვნენ იმ გზაზე, რასაც ერქვა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. დანარჩენი ბირთვი ხო ძალიან ბევრი იყო. შემდეგ მოხდა ალბათ მათი იდენტიფიცირება რაღაცა პოლიტიკურ ჯგუფებში, ეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რესპუბლიკური პარტია, ეტპ თუ ასე შემდეგ და შემდეგ. მაგრამ აი ეს ბირთვი, რომელიც 70-იან წლებში კრისტალიზდებოდა. ეს ბირთვი აი როგორ კომუნიკაციის პროცესში იყო აი ამ ძირითად ლიდერებთან, რომელიც ზვიადი და მერაბი გახდა და ეს როგორ იყო მათი დაკავშირება, მათი ურთიერთობა როგორ შედგა. ეს ალბათ იყო მათ შორის რაღაცა გაუგებრობები, სანამ სუკიც კიდე ყველაფერს არ აღურევდა. 80-იანების მეორე ნახევარში იწყება უკვე გაუგებრობები. მანამდე მათ აქვთ კოორდინაცია და კომუნიკაცია. ჩვენ აქ უნდა გამოვყოთ 20 საუკუნის მეორე ნახევრის დისიდენტთა ორი თაობა. ზუსტად გამსახურდია და მერაბ კოსტავ არიან პირველი თაობის წარმომადგენლები და აღიარებული ლიდერები. მათთან ერთად იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგალითად იმ ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებლები, მათ შორის აქ უნდა ვახსენო ძმები გოლშტეინები, ეს ებრაელი ატკაზნიკები, ასე უწოდებდნენ, ეს იყო დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი მიმართულება ატკაზნიკებისა, ასე უწოდებდნენ იმათ,
ვისაც საბჭოთა კავშირი უარს ეუბნებოდა ისრაელში, ასე ვთქვათ, დაბრუნებაზე. ანუ არ აძლევდნენ უფლებას, რომ დაეტოვებინათ საბჭოთა კავშირი და ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ ამ უფლების მოსაპოვებლად. და აქ საერთოდ ძალიან ისეთი კურიოზულ მომენტებამდე მივდივართ, აი მე გავიხსენებ ერთ მაგალითს, ერთ-ერთ ებრაელ მეცნიერს აუკრძალეს გასვლა საბჭოთა კავშირიდან და ადამიანი წლების განმავლობაში ტელეფონით ატარებდა ლექციებს თუ არ ვცდები თელ-ავივის უნივერსიტეტში. აი ესეთ დონეზე ექცეოდა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემა თავის მოქალაქეებს. ძმები გოლშტეინებიც იყვნენ, მათ შორის ჰელსინკის ჯგუფის დამაარსებლები. და შემდეგ მოდის მეორე თაობა დისიდენტებისა. ეს არის უკვე 70-იანების ბოლოს, 80-იანების დასაწყისში გიორგი ჭანტურია, თამრიკო ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და ასე შემდეგ. თავიდან მეორე თაობის დისიდენტებს აქვთ კარგი ურთიერთობები, მაგალითად ზვიად გამსახურდიასთან. ზვიად გამსახურდიას ისინი უყურებდნენ როგორც ამ ყველაფრის დამწყებს. იღებდნენ მისგან მითითებებს, რჩევებს, ასე ვთქვათ და ასე შემდეგ. მაგალითად როგორ დაემზადებინათ თვითგამოცემა, როგორ გაივრცელებინათ იგი და როგორ ემოქმედათ საერთოდ საბჭოთა უშიშროების სამსახურის გარემოცვაში და ასე შემდეგ. ურთიერთობები დაიძაბა ზვიად გამსახურდიას ეგრეთ წოდებული მონანიების შემდეგ. ხო, ეს მაგამდე მინდა მივიდეთ, ჯერ არ მინდა რომ მოვამწიფოთ პირდაპირ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ანუ საინტერესო არის ის ტექნიკური საკითხი, როგორ ხდებოდა მისი გავრცელება და საზოგადოებრივი აზრის უკვე ერთგვარი ფორმირება დისიდენტების სასარგებლოდ. და ამაზე საბჭოთა სუკის ერთგვარი სტრატეგია, აი როგორი მოქმედონ. მაყურებლებს მინდა ავუხსნა, რომ ძალიან სტრატეგიულად და ჭკვიანურად მოქმედებდნენ. ანუ ეს არ იყო ესეთი ბრუტალური ნაჯახისებური მეთოდი, რომ მოდი აი ვინც განსხვავებულია, პირდაპირ დავიჭიროთ და მოვაშთოთ ეს ინფორმაცია. არა, ასე ამ ადამიანებს წამებულებად გადავაქცევთ და ლეგენდა გაიზრდება, ეს ადამიანები უნდა გაფუშტდნენ საზოგადოების თვალში. მათი დისკრედიტაცია უნდა მოხდეს. და ამისთვის იწყება მათი რაღაცა სპეციალური ერთგვარი რაღაცა მექანიზმები. აი ეს მინდა რომ გაშავება. ანუ გავრცელება თვითონ ამ აზრის და მეორე პასუხი საბჭოთა კავშირის როგორი იყო. გავრცელება ტექნიკური თვალსაზრისით, აი მე შემიძლია გავიხსენო არქიპელაგი გულაგის მაგალითზე. სხვადასხვა აქ უნდა ითქვას, რომ არქიპელაგის გავრცელებაში ყველაზე დიდი როლი ქართველმა დისიდენტებმა შეასრულეს. ამას თავად რუსი დისიდენტებიც აღიარებენ, მაგალითად კოვალიოვი, რომელიც რომელსაც დიდად არ უყვარდა ზვიად გამსახურდია, აღიარებს, რომ ზვიად გამსახურდიას აქვს უდიდესი წვლილი შეტანილი იმაში, რომ მოსკოვმა და პეტერბურგმა გაიცნო სოლჟენიცინის აი ეს ნაწარმოები, გულაგი. იმიტომ რომ საქართველო მაინც პერიფერია იყო და ქართველ დისიდენტებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის უფლება მიეცათ ისეთი მიმართულებით, მაგალითად აი სამიზდატის ბეჭდვა. ანუ მარტივად რომ თქვა, აქ შედარებით უფრო მარტივი იყო, ვიდრე თქვა მოსკოვში, სადაც საკავშირო სუკი მოქმედებდა, ანუ უშიშროების სამსახური. და ზვიად გამსახურდიამ შეძლო ჯერ ჩაიგდო ბუკინისთან ერთი ეგზემპლარი არქიპელაგი გულაგის ტომეულებისა. შემდეგ მოგეხსენებათ, რომ ის ლიტერატორი იყო, პოეტი და ასე შემდეგ და იცნობდა გამომცემლებს, სტამბის თანამშრომლებს და ასე შემდეგ. მან შექმნა ერთგვარი ქსელი საიდუმლო, რომელთაც მოახერხა იმ ჟამინდელი მდგომარეობით და დისიდენტური გამოცემისთვის მართლაც დიდი ტირაჟით გამოიცა სოლჟენიცინის ეს საკრძალული წიგნი და ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ესე ჩემოდნებით მიჰქონდათ მოსკოვში, იქ ადგილობრივ დისიდენტებს უტოვებდნენ და ესე ვრცელდებოდა გულაგი, ასე ვთქვათ, ძირითადად ელიტაში, ძირითადად ინტელიგენციაში. აქ ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზვიად გამსახურდია გახლავთ, ანუ იმ საბჭოთა ეპოქაში ისეთი, ასე ვთქვათ, მშობლების შვილი, რომელსაც აქვს, როგორც საბჭოთა კავშირი მიიჩნევს, ერთგვარი პრივილეგირებული მდგომარეობა. ანუ მამა დაფასებულია და აქედან გამომდინარე ბევრი კულტურული და სოციალური კონტაქტია მის ხელში და ამ კონტაქტებს ალბათ ძალიან ეფექტურად იყენებს და თან პლუს საბჭოთა კავშირის ალბათ მესვეურებისთვის
ესეც არის ერთგვარი დისონანსური ნაწილი, რომ კი, მაგრამ ეს რატო აუკმაყოფილო? ხო? მაგრამ ეს იმიტომ აუკმაყოფილო, რომ ეს იდეალისტია. ეს სხვა საკითხია. რომანტიკოსია, ასე უწოდებენ ძირითადად. რომანტიკოსია. აქ არაფერი არ გვიყვეს ჩვენ გამომდინარე ისტორიიდან, მაგრამ ამ იმას ძალიან კარგად იყენებს, ხო? რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დისიდენტები ძირითადად ელიტიდან გამოსულები იყვნენ. ინტელიგენციის წარმომადგენლები იყვნენ, ან ინტელიგენციის წარმომადგენელთა შვილები იყვნენ. აი აქ პატარა კონტრასტი უკვე თანამედროვე რეალობასთან, აქ მაცხარები აბსოლუტურად დაცლილი არიან ამ რომანტიზმისგან და ნონკონფორმიზმისგან და აი მაშინ ხო, დისიდენტების ბიოგრაფიას რო გადავხედოთ, ისინი ცნობილი ფიზიკოსები, ცნობილი ქიმიკოსები, ცნობილი მწერლები, ამ მწერალთა შვილები და რატომ? იმიტომ რომ მათ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქესთან შედარებით ისინი უფრო ახლოს იყვნენ იმ აკრძალულ ხილთან, იმ აკრძალულ ინფორმაციასთან, რომელსაც ინახავდნენ. აი მაგალითად ახლა კონსტანტინე გამსახურდიას სახლში ინახებოდა უამრავი ისეთი მასალა, ისეთი წიგნი, რომელსაც ჩვენ ვერ შევიძენდით ჩვეულებრივ მაღაზიაში წიგნის, ასე ვთქვათ, მაღაზიაში თუ სხვაგან. მაგალითად 1918-21 წლების აი თავისუფალი 3 წლის პროდუქტები, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური თვალსაზრისით. ეს ხო, ამას ხო ეცნობოდა ზუსტად გამსახურდა. იგივე მერაბ კოსტავა ინტელიგენციის ოჯახის წარმომადგენელი იყო. და ბუნებრივია რომ მათ ჰქონდათ ის ინფორმაცია სხვებთან შედარებით უფრო ადრე მიიღეს და უფრო ჭარბად და მათ აეხილათ თვალი რომ ეს არსებული სისტემა იყო ჩაგვრელი, იყო მოძალადე, რომელმაც მათ წაართვა სახელმწიფო, წაართვა დამოუკიდებლობა და წაართვა თავისუფლად აზრის გამოხატვის საშუალება. და შეიძლება ითქვას რომ წაართვა ახალგაზრდობაც, იმიტომ რომ განსაკუთრებით ახალგაზრდულ ასაკში აქვს მოჭარბებულად ადამიანს მოთხოვნილება რომ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, საკუთარი ემოციები გამოხატოს და ასე შემდეგ. და ამით ეს არის ალბათ ახსნა იმისა, თუ რატომ დაიბადა ეს დისიდენტური მოძრაობა ძირითადად ინტელიგენციის და მეცნიერების წრეში. აქ ალბათ მასლოუს პირამიდის ბანალურ ჭეშმარიტებას ვერ გავექცევით. აი ალბათ ადამიანის გონება რაც უფრო განვითარებულია, პირამიდის ზედა შრეები არის მისთვის ბედნიერების ინდიკატორები, როგორც არის თვითაღიარება, თავისუფლება, გამოხატვის შესაძლებლობა და ასე შემდეგ და ქვედა შრე, როგორც არის, რა ვიცი, ბინა, საკვები, სახლი, საჭმელი, სასმელი და ეს ყველაფერი რომ ადამიანს ყოფნის და ამით ხარ ბედნიერი და ზოგიერთი აი აქედან მინდა გამოეხმაურო იმ სტერეოტიპებს, რომ 70-იან წლებში ყველგან იყო საჭმელი, სასმელი და იაფი იყო თურმე სასადილოში кейფი. ეს არ არის ბედნიერება, ეს აბსოლუტურად არ არის ბედნიერება და თავისთავად ცხადია, აი ისეთ კულტურულ ადამიანებისთვის ეს არის აბსოლუტური შირმა, ეს სულიერებისთვის არაფერი არ არის. ეს არის ხორცი, ეს არის ხორცი. რა თქმა უნდა. და მეორე ნაწილი თქვენი შეკითხვის, აი როგორ რეაგირებდა საბჭოთა ხელისუფლება. აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ჯერ მიდიოდა გაშავება. ანუ თუ კი ადამიანი გამოავლენდა რაიმე დისიდენტურს, ძალიან მალე ოფიციალურ გაზეთში ან ჟურნალში გამოჩნდებოდა სტატია, საკმაოდ მყვირალა სათაურით, იქ ეს ადამიანი გამოცხადდებოდა ან ქურდად, პარაზიტად, სარეველად, გახსოვთ თქვენ 56 წლის აი ცნობილი მოვლენის მერე ზუსტად გამსახურდეს და მის თანამებრძოლებს უწოდეს სარეველა, რომელიც ასე ვთქვათ, აფუჭებდა იმ მობიბინე ჯეჯილს ბჭყალებში საბჭოთა ახალგაზრდობას და ძირს უთხრიდა მას და არ ცხვენდა და იქ იმავე ასე ვთქვათ წერილში საუბარი იყო რომ ესენი იყვნენ ხულიგნები, რომლებიც ქუჩაში ხვდებოდნენ ადამიანებს და ვთქვათ ძარცვავდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ საბჭოთა ადამიანი, რომელიც იბრძოდა უბრალოდ ანტისაბჭოთა ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისუფლებისთვის, უცებ აღმოჩნდებოდა კრიმინალური ელემენტი, რომელიც ცდილობდა და ერთი ასე ვთქვათ მომენტი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ბევრ ამას გაგვახსენებს თანამედროვეობიდან. ეს ადამიანები, დისიდენტები, მაშინ ცხადდებოდნენ უცხოეთის აგენტებად.
ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოგეხსენებათ ეს არის ცივი ომის პერიოდი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაპირისპირებულია დასავლეთთან, უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის შიგნით არსებულ სისტემას დაუპირისპირდებოდა, ის ავტომატურად ხდებოდა დასავლეთის აგენტი და მისი გავლენის, ასე ვთქვათ, გამტარებელი და მისი ინტერესების გამტარებელი. ხო. უშუალოდ ასე ვთქვათ დამსჯელი მეთოდები საბჭოთა სისტემას რამდენიმე ჰქონდა. პირველ რიგში სამსახურიდან გაგათავისუფლებდნენ, პარტიიდან გაგრიცხავდნენ და პარტიიდან თუ გაგრიცხავდნენ, ჩათვალოთ რომ შენ უკვე გაშავებული ხარ. შემდეგ აღძრავდნენ სარჩელ საქმეს შენს წინააღმდეგ, დაგაპატიმრებდნენ, გადაგასახლებდნენ შრომაგასწორების ბანაკში და ფსიქიატრიული, ასე ვთქვათ, ჩარევა იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა სადამსჯელო აქციებს შორის. ანუ შენ გამოგაცხადებდნენ შეურაცხადად, გიჟად, იმიტომ რომ როგორ შეიძლება საბჭოთა პერიოდში ადამიანს არ მოსწონებოდა ის ბედნიერი კომუნისტური ცხოვრება, რომელშიც ის არსებობდა. სულიად გამსახურდიაც და მირაბ კოსტავაც ფსიქიატრიულში იყვნენ. ცირეხნით მართალია, იმიტომ რომ შემდეგ ამას მოყვა რეზონანსი საერთაშორისო ფსიქიატრთა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევაც კი აქ აქტიურად ჩაერთო აგრეთვე ქართული ემიგრაცია პარიზში, რომელსაც განსაკუთრებით აინტერესებდა ჩვენი დისიდენტების საქმიანობა და მათი ბედი და გაათავისუფლეს, თუმცა ასე ვთქვათ, მასისთვის აი დამჯერი მორჩილი უმრავლესობისთვის ეს ადამიანები მაინც შეურაცხადები იყვნენ. ხო. და ეს იყო უმთავრესი მიზანი, რომ ისინი გაერიყათ საზოგადოებისგან. და კიდევ ერთი მექანიზმი, რომელსაც საკმაოდ ხშირად იყენებდნენ, ეს იყო მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყნიდან გაძევება. განსაკუთრებით ეს მეთოდი გამოიყენებოდა დიდი კალიბრის და ყველაზე ცნობილი დისიდენტების წინააღმდეგ. მაგალითად, სოლჟენიცინი დისიდენტი, ასე ვთქვათ, კლასიკური გაგებით არ იყო, მაგრამ ის ხომ ანტისაბჭოთა წერალი გახლდათ და განსაკუთრებით გულაგის გამოცემის მერე. როგორც კი გულაგი ევროპაში გამოჩნდა, აქ აიკრძალა და სოლჟენიცინის დააპატიმრეს, მოქალაქეობა ჩამოართვეს და გააძევეს საბჭოთა კავშირიდან. ასე მოეხსნენ ბევრ დისიდენტს და აი აქ არის გასაღები იმ საკითხისა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შევეხებით, ზუსტად გამსახურდეს ეგრეთ წოდებული მონანიება. არსებობს ესეთი ირონიული, აი საინტერესო საკითხი არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ის ტექნიკური მომზადების საკითხი, როცა გადაწყდა უკვე რომ აუცილებლად დაეპატიმრებოდა ზუსტად გამსახურდია. ანუ არა ესე თქვათ, აი ამ გაშავების ერთგვარი რაღაცა იმპულსების გაცემა საზოგადოებაში ეს უკვე საკმარისი აღარ არის. არსებობს რაღაცა საიდუმლო არქივიც, სადაც უკვე საკმარისად მოგროვებული აქვს ჩვენ ოპერატიული მასალა იმისათვის, რომ ეს ლიდერები დააპატიმროთ. აი რა იყო ის მომენტი, რომლის მერეც უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ლიდერები უნდა დაეკავებინათ. არის ვიდეო კადრების ზუსტად გამსახურდიას დაპატიმრების როგორ აიყვანეს ქუჩაში და ძალით წაიყვანეს, ხო? ის 99 წლის არის. 99 წლის არის, არ არის ესე იგი 9 აპრილის შემდეგ რო დააპატიმრეს. ესე იგი თავად დოკუმენტურმა ფილმმა შემიყვანა სისტემა. ხო, შეიძლება. და შემდეგ უკვე მივედით აი მაგ დრამატულ ეპიზოდამდე. მონანიება როგორ მოხდა ეს ტექნიკურად? რატომ წარსდგა, ზუსტად გამსახურდია ამ ტექსტით იქ ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ კითხულობს ტექსტს, ეს არ არის მისი ნარატივი, ხო, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არის ესეთი ეპიზოდი, როგორიც არის წვეტა კადრში, რაღაცა ალბათ ტექნიკურად ვერ ჩაიწერეს თუ რაღაცა და ნათქვამ ტექსტს კიდევ ერთხელ იმეორებს, ანუ ზუსტად იგივე სიტყვებით, ანუ ის კითხულობს კონკრეტულად ტექსტს და კმაყოფილია შემდეგ არ ვიცი ის ჯგუფი რომელიც იწერს აი ამ მონანიებას და ამით ისრულდება. როგორ მოხდეს? 76 წლის შემდეგ დისიდენტური მოძრაობა საკმაოდ გაძლიერდა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო მასში, შეიქმნა ერთგვარი ქსელი.
აქ მხოლოდ დისიდენტები არ არიან, ეს ამ დისიდენტებს აქვთ აგრეთვე სხვა ადამიანებთან, სტუდენტებთან კავშირები, მათ გადაცემენ არალეგალურ ლიტერატურას, ეს ხელიდან ხელში გადადის. და საკმაოდ საშიში ფორმა და ხასიათი მიიღო ამან არსებული სისტემისთვის. ამიტომაც თანდათან უკვე ანდროპოვის უწყება უფრო კაცრ ზომებზე გადადის და 76-77 წლებში თითქმის ყველა ცნობილი დისიდენტი დააპატიმრეს, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, უკრაინაში და ასე შემდეგ. მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. აი, გაშავების პროცესიც არის იქ საინტერესო, რომ იგივე ლიტერატურულ საქართველოში, კომუნისტში, თბილისში და ასე შემდეგ, ამ გაზეთებსა და ჟურნალებში ჩნდება ჯერ გამაკრიტიკებელი, თქვათ, მატერიალები, მერე მწერალთა კავშირიდან გარიცხვა, უნივერსიტეტში საქმიანობის დაგმობა, ლიტერატურის ინსტიტუტში და ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე ყველა მიცოდა, რომ მზადდებოდა მათი დაპატიმრება. დაპატიმრების შემდეგ აი ეს ეგრეთ წოდებული მონანიების საკითხი არის ყველაზე საინტერესო თემა. ზვიად გამსახურდიას ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა ამ მომენტმა და ბევრ ადამიანთან ურთიერთობა დაანგრია. და აქ უნდა ამოვიდეთ სწორედ იმ ნათქვამიდან, რომელიც გავაჟღერე რამდენიმე წუთის წინ საბჭოთა კავშირიდან გაძევების საკითხი. როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე ცნობილ და დასავლეთში ზვიად გამსახურდია საკმაოდ ცნობილი დისიდენტი იყო, ქართველებიდან ყველაზე ცნობილი, იმიტომ რომ ჯერ ერთი კონსტანტინე გამსახურდიას იცნობდა იმჟამინდელი ევროპის, ასე ვთქვათ, ლიტერატურული ელიტა. შემდეგ ზვიად გამსახურდია უცხო ენებს კარგად ფლობდა და მას ჰქონდა ურთიერთობა და კომუნიკაცია უცხო კორესპონდენტებთან, ჟურნალისტებთან და მას ჰქონდა ურთიერთობა აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების საელჩოს თანამშრომლებთანაც, ანუ ხდებოდა გარკვეული ლიტერატურის გასვლა-გამოცვლა. ამიტომაც ზვიად გამსახურდიას ემუქრებოდა სწორედ ეს სადამსჯელო აქცია და ზომა, საბჭოთა კავშირიდან გაძევება. ისევე როგორც რამდენიმე სხვა დისიდენტს, მას უბრალოდ მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, ჩასვამდნენ რომელიმე მიმართულებით თვითფრინავში და შემდეგ ის იქნებოდა საბჭოთა რეჟიმისთვის განეიტრალებული. რატომ? იმიტომ რომ ზვიად გამსახურდიას მიმართ თუ იქნებოდა მკაცრი სადამსჯელო ქმედებები აქ ადგილზე, წამება და ასე შემდეგ, ეს უფრო რეზონანსული იქნებოდა დასავლეთში. ის მოწამედ იქცეოდა როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე უფრო საინტერესო და ცნობადი გახდებოდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც სისტემას სულაც არ აწყობდა. ამიტომაც ასეთი კალიბრის დისიდენტების მიმართ ძირითადად ქვეყნიდან გაძევების მექანიზმი ამოქმედებოდა და ამის საშიშროების წინაშე იყო ზვიად გამსახურდია. ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ზვიად გამსახურდიას რაღაც პრეპარატები ასე თქვა ესეთი ვერსია არს მუსირებდა ხო არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ვიდეოში საღაზრზეა ძალიან კარგი გამოიყურება და იქ სხვადასხვა დაამატებენ ხოლმე თითქოს ინაურმა თქვა რომ თქვათ რა კოსტავასის არ გვეყო იგივე თქვათ საშუალება რომ ისიც იძულებული გამხდარიყო რომ წაეკითხა ეს ასეთი ტექსტი აქ ინაური დავა კონკრეტულად აკაურის სუკის ხელმძღვანელი და შავბნელი კარდინალი ხო აქ განსხვავება ის არის რომ მერაბ კოსტავა უფრო ცნობილი და პოპულარული გახდა 80-იან წლებში აი მისი ნამდვილად მოწამეობრივი ასე ვთქვათ ყოფნის იმ საპატიმროებსა და გადასახლებებში აი ამის შემდეგ 70-იან წლებში საქართველოს ძირითადად ზვიად გამსახურდიათ იცნობდნენ საქართველოს დისიდენტურ მოძრაობას და ამიტომაც მერაბ კოსტავას არ დამუქრებია ეს სასჯელი საქართველოსთან ასე ვთქვათ გაძევებისა ზვიად გამსახურდიას კი ემუქრებოდა და მე მინდა დავსვა იმ ადამიანებს ასეთი შეკითხვა რომლებიც აკრიტიკებენ ზვიადს აი ამ ასე ვთქვათ სტრატეგიული უკან დახევა მოდი ასე და სტრატეგიული კომპრომისი სისტემის წინაშე რომელი უფრო კარგი იქნებოდა საქართველოსთვის და დისიდენტური მოძრაობისთვის ზვიად გამსახურდიას რომ საქმიანობა, მოღვაწეობა, ცხოვრება გაეგრძელებინა დასავლეთში და იქ ეცხოვრა თუ დარჩენილიყო აქ საქართველოში აი ამ კომპრომისის გზით და ამ კომპრომისის შემდეგ ზვიად გამსახურდია
მცირე ხნით გადასახლებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში, ის ბრუნდება და აგრძელებს დისიდენტურ მოღვაწეობასა და საქმიანობას. უფრო მეტიც ის ფაქტობრივად აი იმ ახალ თაობას დისიდენტებისა აკვალიანებს, დასავლეთში კვლავ ავრცელებს ინფორმაციებს საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, ზუსტად გამსახურდია რომ დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი, ქართული დისიდენტური მოძრაობა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა რჩებოდა ლიდერის გარეშე. და მისი წამყვანი და წარმმართველი ადამიანის გარეშე. დიახ, გეთანხმები. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი თავად ტექსტი, რომელიც ცნობილია. სრული აბსურდი. აი, რაღაცა აბსოლუტური აბსურდი. ეს არის, არ ვიცი მე თენგიზ აბულაძემ ამისი რეინტერპრეტაცია მოახდინა შემდეგ, ეს იყო თუ არა შთაგონების წყარო. დაახლოებით იგივე ტექსტია, როგორც არის გვირაბის გათხრა პომპეიდან ლონდონამდე. რომ ზუსტად გამსახურდია დაკავშირებული იყო ვიღაცა ინგლისის რაღაცა ძალიან უცნაური კვარები. ბელოუსოვიჩი თვითონ ასახელებს ეს შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელი. საელჩოს თანამშრომელი და ჟურნალისტი ვიღაცა ფრენდი თუ ფრენდლი არ ვიცი. ესეთი კვარი პირველად გავიგე. და თითქოს ამ ადამიანებმა აცდუნეს სულმნათის ზუსტად გამსახურდია და ინანიებს ამ დიდ შეცდომას. და ეხლა ეგ საინტერესო რა არის? კაი, ეს ვიცით რომ აბსოლუტური აბსურდია. აი აბსოლუტური აბსურდია თუ კი ვინმე მხოლოდ მონანიება იცის ისე რომ ის ტექსტი არ უნახავს და ვიდეო არ უნახავს, მოუწოდებ რომ იხილოს თუ მე მომეცა საშუალება ჩვენს დისკუსიაში ჩავამატებ რაღაცაინაირად აი ამ ვიდეოს, მაგრამ არ ვიცი რომ მეჯობა რომ ეს მოვახერხო ტექნიკურად. В 1974 году через своих московских знакомых я установил и поддерживал контакты с рядом сотрудников дипломатических представительств буржуазных государств в Москве, и в частности с первым секретарем внутриполитической секции посольства США в СССР Игорем Белоусовичем. От него я получил антисоветскую литературу, изданную за границей и привезенную в нашу страну для распространения. На следствии я подробно рассказал о совершенном мною преступлении. Хочу отметить, что после долгого раздумья я понял, что глубоко заблуждался и что моя деятельность во многом была вредной. Поэтому я искренне сожалею о содеянном мною, раскаиваюсь в содеянном и осуждаю совершенное мною преступление. Желаю также отметить, ибо обязан это сделать, что моему отцу Константину Гамсахурдию ничего не было известно о моей антисоветской деятельности. Отец всегда внушал мне мысль о превосходстве советской общественно-политической формации над другими государственными системами. Он и доказывал это на конкретных примерах. Он старался привить мне любовь и преданность к советскому народу. Сейчас я глубоко сожалею, что не прислушался к голосу моего отца и стал на путь антисоветской деятельности. Я никогда не... Да? Хорошо. Желаю дальше отметить, ибо обязан это сделать. Что моему отцу Константину Гамсахурдию ничего не было известно о моей антисоветской деятельности. Отец всегда внушал мне мысль о превосходстве советской общественно-политической формации над другими государственными системами. Он всегда старался привить мне любовь к советскому народу. Сейчас я глубоко сожалею, что не прислушался к его голосу и стал на путь антисоветской деятельности. Я никогда не забуду слова моего отца. Служить преданно нашему народу, культуре и языку можно только открыто и честно. მოხდა თუ არა ზუსტად გამსახურდიას მიერ აი ამ თანამშრომლობის დროს რეალური ნამდვილი ქართველი დისიდენტების
ანუ ერთგვარი ასე თქვა დასმენა. ჩაშვება. ხო, ჩაშვება. ესე ვთქვა, ეს არის საინტერესო. ის აბსოლუტური აბსურდული ტექსტია. ნამდვილად რელევანტური შეკითხვაა. დიდი მადლობა და იქამდე ერთ საკითხს იგივე ტექსტის შესახებ ერთ საკითხს შევეხოთ. მან აქ ფორმალურად ჭყალებში მოინანია მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული მატერიალების გავრცელება, გარკვეული არალეგალური, აკრძალული ლიტერატურის გავრცელება. იქ არსად არ ამბობს, რომ ის ინანიებს ზოგადად იმ საქმიანობას, რომელსაც წლების განმავლობაში ეწეოდა. ჩემთვის ის მონანიება არის აბსოლუტურად არაგულწრფელი, იმიტომ რომ ძალიან დიდი აბსურდია იმ ვიდეოში. რა თქმა უნდა, იქ ამბობს, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი, ხო, არა, ეს არის აბსურდის ტექსტი, რასაც ლაპარაკობს, ის არის ჩვეულებრივი კომიკური ტექსტია, ძალიან კომიკური და ტექსტი. კიდევ ერთი დეტალი ამ წამს გამახსენდა და აუცილებლად უნდა ვთქვათ. ძალიან ბევრს გონია, რომ ეს იყო სატელევიზიო მიმართვა. აი, საბჭოთა კავშირის დისიდენტობის ისტორიაში იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც ჩაატარეს პრესკონფერენცია, იძულებით გამოიყვანეს ორი დისიდენტი და ეს ორი დისიდენტი იყო საკმაოდ დიდი კალიბრის დისიდენტი. იაკირი, პიოტრი იაკირი იყო ერთ-ერთი დამწყები ამ დისიდენტური მოძრაობისა. გამოიყვანეს ეს ორი დისიდენტი და ამ ორმა დისიდენტმა ყველაფერი აღიარა. და 100-ზე მეტი ადამიანი დაასმინა, ჩაუშვა. ნუ მე ასე ვთქვათ არ ვამბობ რაღაც დამამცირებლად და დამაკნინებლად ამ ადამიანებზე. მეგობრებო, ჩვენ უნდა გვეცხოვრა საბჭოთა კავშირში. აი იქ დაკითხვაზე უნდა ყოფილიყავით და ის მეთოდები უნდა გამოგვევლო, რითიც ისინი ადამიანებს, ასე ვთქვათ, ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ და მე შეგვიძლია თქვა ჩვენ, ასე ვთქვათ, გავკიცხოთ ეს ადამიანები. არა, ეს მომენტი არ მაქვს, მაგრამ ფაქტი ეს იყო. ასეთი შემთხვევა იყო საბჭოთა და ეს იყო უდიდესი სირცხვილი დისიდენტური მოძრაობისთვის. აი ეს ადამიანები მოიკვეთეს შემდეგ დისიდენტებმა, მათი სახელის-ხსენებაც კი აიკრძალა დისიდენტურ მოძრაობაში. და ასეთ შემთხვევასთან არ აქვს საქმე. ზვიად გამსახურდიას ეს ჩანაწერი არ არის სატელევიზიო, ეს არ არის პრესკონფერენცია, ეს არ არის პირდაპირ ეთერი. ეს იყო ჩანაწერი, რომელიც განკუთვნილი იყო მხოლოდ, ასე ვთქვათ, სპეციალური სამსახურისათვის, ასე ვთქვათ, როგორც მხოლოდ იქ უნდა დარჩენილიყო. იმ და ზვიად გამსახურდიას მიმართ, ასე ვთქვათ, კაცრი დევნა აღარ გაგრძელებულიყო. და საბჭოთა სისტემა მის გაუშვა შემდეგ ტელევიზიით და მოსახლეობამ და მასამ ეს მიიღო თითქოს მოსახლეობისადმი მოწოდება ზვიად გამსახურდიას. ეს არ იყო მასთან თქონდა შეთანხმებული. და კიდევ ერთი საკითხი, აი იქ რომ ასახელებს გვარებს, მაგალითად ბელოუსოვიჩი. ძალიან ბევრი ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიამ დაასმინა ეს ადამიანი. ეს ალბათ აბსოლუტურად ბანალური ცნობილი გვარი იყო. უშიშროების სამსახურმა მისგან გაიგო. მე პირადად ამ მონანიების საკითხზე ვმუშაობ და ვამზადებ გარკვეულ მე მგონი წიგნის სახეს მიიღებს, ნახოთ. იქ ჩანს, რომ უშიშროების სამსახურმა მანამდე, სანამ დააკავებდნენ საერთოდ ზვიად გამსახურდიას, კარგად იცოდა ამ ადამიანთან მისი ურთიერთობის შესახებ, ეს გვარი მათ იცოდნენ და აი იქ დაუდეს ფაქტობრივად ეს ტექსტი წასაკითხათ. ის ადამიანი უკვე საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ იყო. ეს არის ხაზგასასმელი. იმ ადამიანის სიცოცხლეს და თავისუფლებას საფრთხე არ შექმნა, იმიტომ რომ მან უკვე დატოვა საბჭოთა კავშირის ფარგლები და კიდევ ერთი, აი დასმენაზე და ჩაშვებაზე, ასე ვთქვათ. ეს არის ხაზგასასმელი. თავადაც აღნიშნავს და ასეც იყო, რომ ზვიად გამსახურდია საუბრებში, ანუ დაკითხვების დროს ძირითადად კი არა ასახელებს მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანებს, იმ დისიდენტებს, რომლებიც უკვე საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ არიან. მას არც ერთი საბჭოთა კავშირის შიგნით დარჩენილი და მოღვაწე დისიდენტის გვარი არ დაუსახელებია დაკითხვის დროს და მათ გვარებს იმიტომ ასახელებდა, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ. ყველამ იცოდა, რომ ისინი დისიდენტები იყვნენ და საბჭოთა კავშირის ფარგლებს გარეთ იყვნენ. ამიტომაც ზვიად გამსახურდიას ამ ეგრეთ წოდებული მონანიების გამო ტყუილია და სიცრუეა, რომ ვინმეს რამე საფრთხე დაემუქრა. მაგრამ ამან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დისონანსი გამოიწვია უკვე თავად დისიდენტურ მოძრაობაში, საზოგადოებასაც ჰქონდა ამ მონანიებას მნიშვნელოვანი ეფექტი. აი მე როგორ გაღვივდა ერთგვარი კონფლიქტი მათ შორის და კიდევ არის თუ არა მერაბის რეაქცია. აი ამ იმას, აი მერაბმა როგორ შეაფასა კონკრეტულად ეს. დიდხანს ცდილობდნენ ამ ორი ადამიანის დაპირისპირებას ერთმანეთთან. დიახ. ცდილობდა პირველ რიგში საბჭოთა უშიშროება და რაც ყველაზე სამწუხაროა, ცდილობდნენ დისიდენტები.
რამდენიმე დისიდენტი სერიოზულად მუშაობდა იმაზე, რომ ურთიერთობა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტოვას შორის გაუარესებული იყო მინიმუმ და საერთოდ შეეწყვეტათ მათ ურთიერთობა. და ზოგჯერ ენით აღუწერელ ვითარებამდე მივდივართ ხმებიც კი გავრცელდა რომ მერაბ კოსტოვას დაღუპვაში ზვიად გამსახურდიას ხელი აი ამ დონეზეც კი მიდიოდა აი ეს თქვათ ამბები რაც ძალიან სამწუხაროა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტოვას შორის ურთიერთობები არასდროს არ გაფუჭებულა ამ მონანიების მერე 1%-ითაც კი არ შეცვლილა ამას ადასტურებენ რუსი დისიდენტებიც თავი რომ დავანებოთ ასე ვთქვათ ქართველ დისიდენტებს და ინტელიგენციის წარმომადგენლებს და ადამიანებს რომლებიც იცნობდნენ ორივეს და შეიძლება ვთქვათ რომ ისინი სუბიექტურები იყვნენ აი მაგალითად ისევ და ისევ კოვალევი რომელიც ვახსენეთ ის თავის მემუარებში იხსენებს მერაბ კოსტოვას შეხვდა იქ გადასახლების დროს და ამ თემაზე დაუწყო საუბარი, იმიტომ რომ მას ბუნებრივია აინტერესებდა მისი რეაქცია ზვიად გამსახურდიას ამ ეგრეთ წოდებული მონანიების შესახებ და ზვიად გამსახურდია ის ამბობს რომ ეს შეთანხმებული იყო მათ შორის ეს ნაბიჯი და ზვიად გამსახურდიას ეს ნაბიჯი იყო აბსოლუტურად სწორი რომ იმ მიზნით რომ ის დარჩენილი იყო საქართველოში და უფრო მეტიც მე როდესაც გამოვიდა უფრო ციხიდან გადასახლებიდან როდესაც დაბრუნდა მერაბ კოსტოვამ საკმაოდ ვრცელი განმარტებითი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის ყვებოდა ამ ყველაფრის შესახებ, თუ როგორ მოითათბირეს და მოილაპარაკეს მათ ეს საკითხი და ის დასძენს, რომ ზვიად გამსახურდია უფრო დიდ მსხვერპლზე და უფრო დიდ გმირობაზე წავიდა აი ამ ეგრეთ წოდებული მონანიებით, იმიტომ რომ მან სასწორზე დადო საკუთარი ავტორიტეტი, სახელი და ღირსება და მან ეს დადო სასწორზე იმისათვის რომ გადაერჩინა მთავარი საქმე დარჩენილიყო საქართველოში და ეროვნული მოძრაობა გაეგრძელებინა. ანუ ამ მონანიებას არანაირი ესე ვთქვათ უარყოფითი გავლენა მათ ურთიერთობაზე არ მოუხდენია. შეიძლება ითქვას რომ ამ ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ პოლიტიკის სივრცეში არ ჯდება. ეს მართლაც უფრო მეტი რაღაც უფრო გულწრფელი, ბევრად უფრო გულწრფელი იყო ნამდვილად. დანარჩენების დამოკიდებულება და უკვე ეს კონფლიქტები, რომელიც იმდენად გამწვავდა, რომ ამისი შედეგი იყო მე თავისთავად ცხადია, აი ეს ხუნტა თუ მე არ მინდა გამოვიყენო ცნება სამოქალაქო ომი მაინც რაღაცა უღარ ლეგიტიმურ მხარეს გულისხმობს და ეს იყო გადატრიალება ხუნტა თუ რაც კიდეც და ხუნტა უფრო ლათინური ამერიკის ტერმინია, მაგრამ მაინც აი ისიც მაგის გაგრძელება ხო და ჩვენი დისკუსია არ შეეხება ახლა დღეს ცხადია სამოქალაქო ომს, მაგრამ აი ეს დაპირისპირება რომელიც წვავდება, ღვივდება და იძენს რაღაცა კომპრომისო სურათს. მოდით იცით დავიწყოთ რა მომენტიდან, როდესაც დისიდენტურ მოძრაობაში აშკარაა დაპირისპირება 87-8 წლებიდან. ზვიად გამსახურდიას მიმართ რამდენიმე დისიდენტს ჰქონდა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მათ შორის რადასამალია თამრიკო ჩხეიძე, ზურა ჭავჭავაძე და კიდევ რამდენიმე. საწყის ეტაპზე გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი ზვიად გამსახურდიას, ასე ვთქვათ, ბანაკში იყვნენ ბჭყალებში ამ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, მაგრამ შემდეგ ვიცით, რომ მათ შორის ურთიერთობებიც გაფუჭდა და ისინი დაპირისპირებულნი აღმოჩნდნენ საბოლოო ჯამში. მე მინდა ერთ დეტალზე გავამახვილო ყურადღება და ვფიქრობ, რომ საინტერესო რამ არის. 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც აი საქართველოში იწყებს იატაკქვეშეთიდან გამოსვლას დისიდენტური მოძრაობა. იქნება პირველი არაფორმალური ორგანიზაცია ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, რომლის დამფუძნებელ ყრილობაზე ერთადერთი ვინც არ მიიწვიეს, იყო ზვიად გამსახურდია. და ფორმალურად მიზეზი იყო, რომ მან უღალატა დისიდენტურ მოძრაობას და მოინანია თავისი დისიდენტური საქმიანობა. ცალსახარა ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირება ახალი თაობის, მეორე თაობის დისიდენტებისა. და რატომ? მე მაგ ესეთი ახსნა და შემოგთავაზებთ. ახალი თაობის დისიდენტები მიიჩნევდნენ საკუთარ თავს გამარჯვებულად 1978 წლის 14 აპრილის შემდეგ. 1978 წლის 14 აპრილს რაც მოხდა ვიცით.
ქართულ ენას სახელმწიფოებრივი სტატუსი შეუნარჩუნდა კონსტიტუციით, საბჭოთა კონსტიტუციით. პროტესტის, სახალხო პროტესტის შედეგად. ამ სახალხო პროტესტის ძირითადი წარმმართველები იყვნენ სტუდენტები, უნივერსიტეტის სტუდენტები და ის თაობა, აი გია ჭანტურია, თამნიკო ჩხეიძე და ასე შემდეგ. ამ დროს ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა დაპატიმრებულნი არიან. ისინი არ მონაწილეობდნენ უშუალოდ ამ პროცესში. და ის რომ სტატუსი შეინარჩუნა ქართულმა ენამ, ამ თაობამ და დისიდენტების აი ამ თაობამ საკუთარ გამარჯვებად ჩათვალა. და მან ჩათვალა რომ მათ უფრო მეტი რამის თქმის უფლება აქვთ და მათ აქვთ უფლება რომ თავად უხელმძღვანელონ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ზვიად გამსახურდია უკვე წარსულია და მით უმეტეს იმ ეგრეთ წოდებული მონანიების შემდეგ. აი ეს არის ჩემი აზრით ამ ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი თუ რატომაც არ უნდათ მათ ზვიად გამსახურდიასთან ერთად ასე ვთქვათ, ყოფნა ამ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ამას რა თქმა უნდა ემატება პიროვნული ურთიერთობები, ხასიათები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თბილისი პატარა ქალაქია, როგორც უკვე გითხარით, ეს მაინც ვიწრო ელიტარული წრეა, იგივე დისიდენტებისა და ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობისა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, მათ ჰქონდათ პიროვნული მიუღებლობებიც და ასე შემდეგ. წმინდა ადამიანური ფაქტორი. და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა საბჭოთა უშიშროების მუშაობა იმისთვის რომ ჩვენი სისუსტეები გამოეყენებინა ეროვნული მოძრაობის რამდენიმე ფრაქცია დასაშლელად და მერე დასამარცხებლად. აი ამ ყველაფრის ნაკრები იყო იმის მიზეზი რომ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში თავიდანვე გაჩნდა ბზარები და შემდეგ ეს უდიდეს განხეთქილებაში გადაიზარდა. და აგრეთვე გასახსენებელია ის ცნობილი ღირსების სასამართლო, ეგრეთ წოდებული ცნობილი ვიდეო კადრები ერთი პერიოდი ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ სივრცეში, ყველა მას განიხილავდა, იქ ყველაზე კარგად ჩანს ეს დაპირისპირება. და ჯერ კიდევ არ ვიცით ჩვენ ბევრი რამ უშიშროების არქივიდან და არქივებიდან ზოგადად, ჯერ კიდევ ბევრი რამ დამალულია და ეროვნული მოძრაობის შიგნით ვინ იყო ჩანერგილი, ვინ თანამშრომლობდა საბჭოთა უშიშროებასთან. ამაზე ჩვენ დღეს თამამად თქმის და ლაპარაკის საშუალება არ აგვაქვს. ეხლა ნამდვილად არ გაგვიკვირდება თავის დროზე რომ ამ ეროვნული მოძრაობის შიგნით ძალიან ბევრი იყო ჩანერგილი. და თან ის პერიოდია, როდესაც მანამდე თუ 2-3 კაცი იბრძოდა სისტემის წინააღმდეგ 99 წლის შემდეგ უკვე ყველა ცდილობდა ეროვნულ მოძრაობასთან, ასე ვთქვათ, ასოცირებას. და უამრავი ადამიანი ესე სტიქიურად შემოვიდა ეროვნული მოძრაობის შიგნით და აი ამ ადამიანებს იქ შემოყვნენ, რა თქმა უნდა, უშიშროების თანამშრომლებიც და აგენტებიც. ანუ წინანი უკან გადავიდნენ და უკანანი წინ გადმოვიდნენ. ეს აგენტების ძახილი კი ხანდახან ვამბობთ, რომ აი ყველას ეძახდა აგენტს და ყველგან აგენტები ევანდებოდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნამდვილად აგენტებთან მქონდა საქმე. დიახ. საქართველოში რა გასაკვირია, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხი რესპუბლიკა იყო ჭღალებში. ამას ემატება ის რომ ნატოს საზღვართან მდებარე რესპუბლიკა იყო საქართველო და საქართველოში საბჭოთა უშიშროების წარმომადგენლობა იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მთელი 70 წლის განმავლობაში. 1999 წლის 9 აპრილი. აი ყველაზე დრამატული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში. მე მიმაშნია მე პირადად პირობითად რომ ყოფ უახლეს ისტორიას ჩვენი ნაციონალიზმის იმპულსი იყო 1999 წლის 9 აპრილი. მისი ბუნებრივი განვითარება იყო 1991 წლის 9 აპრილი. მაგრამ აი ეს იმპულსი უკვე დააზიანა. დაშალა იმ სახელმწიფო გადატრიალებამ, მერე აფხაზეთის ომმა, შემდეგ სამოჩაბლოს ომმა, აფხაზეთის ომმა. ეს უკვე შორს მიმავალი საკითხებია. 9 აპრილი, რომელიც დაიწყო იმ მიზეზით, რომ აფხაზეთში სერიოზული დესტაბილიზაცია და გარკვეულწილად აი რაღაცა სეპარატიზმის სიო უბერავს, თუ სიო კი არა და ქარი ალბათ, ხო?
აი როგორ მოხდა ეს? აი იქ თუ იყო უკვე დაპირისპირება, ან იყო თუ არა ამ დაპირისპირების მიუხედავად კონსოლიდირება ეროვნულ ძალებში, ანუ აი ამ დისიდენტურ ძალებში, რომ ახლა ამოცანა გვაერთიანებს დაუშვათ. არა. უკვე დაპირისპირებულები არიან. ჩვენ მიერ ნახსენები ეგრეთ წოდებული ღირსების სასამართლო მომხდარია სულ ახლა ხანს 9 აპრილამდე. 9 აპრილის, უпростоრედ აფხაზეთის საკითხზეც მათი მოსაზრებები და სტრატეგია განსხვავდებოდა. ერთად არ იდგნენ. მოკლედ, რომ თქვა, ყველა ლიდერი დისიდენტური მოძრაობისა და ეროვნული მოძრაობისა ერთად არ იდგა და ვერც 9 აპრილმა გაერთიანა ისინი. ანუ იმდენად ხმა იყო ეს ბზარები დაპირისპირებისა, რომ 9 აპრილმაც კი ვერ შეძლო ამ ბზარების ამოვსება და მათი გაერთიანება და კონსოლიდაცია სამწუხაროდ. აქ რომ თქვათ, ვის გულისხმობთ ამ პერიოდში ჯერ კიდევ სვიეთ გამსახურდია, გია ჭანტურია, ირაკლი წერეთელი, ბათიაშვილი და ასე შემდეგ ერთ ბანაკში არიან. მეორე ბანაკს წარმოადგენენ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენლები, ზურა ჭავჭავაძე, თამლიკო ჩხეიძე და სხვები. აი ეს ცალსახად ორი ბანაკია იმ პერიოდში და შემდეგ ის ბანაკიც, რომელიც ახლა ვახსენებთ, ეგრეთ წოდებული რადიკალების ბანაკი ასე შეარქვეს მათ, ის ბანაკიც დაიშლება 9 აპრილს და რამდენიმე თვეში. იქ ჩვენ მივიღებთ ცალკე სვიეთ გამსახურდიას და მის მრგვალ მაგიდას და ცალკე გია ჭანტურიას, ირაკლი წერეთელს და ეგრეთ წოდებულ ეროვნულ კონგრესს, რომელიც მათ ფაქტობრივად პარალელურ ხელისუფლებად გამოაცხადეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში უკვე ეროვნული მოძრაობის, ასე თქვა, წარმომადგენლები იყვნენ სვიეთ გამსახურდიას მეთაურობით. 9 აპრილმა ვერ გააერთიანა ისინი. სამწუხაროდ. 9 აპრილს რა მოხდა? ანუ თავისთავად ცხადია, ყველამისი ტრაგედია და საშინელება მოხდა, მაგრამ ეროვნული მოძრაობის ლიდერები იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში იქ დგანა, ვიცით, ილია მეორის მიმართვაც, ვიცით ის მომნუსხველის სიტყვა პასუხი მერაბ კოსტავასი, რომ ესეთი წამის გამოარსებობს საერთოდ ერი. და შეიძლება იმ მომენტით არ განიმსჭვალო, მაგრამ თავად აი ამ დარბევის დროს სად იყვნენ ლიდერები? მიტინგზე. დაშავდნენ? დაშავდნენ, მათ შორის განსაკუთრებით ირაკლი ბათიაშვილი. ირაკლი ბათიაშვილი ფაქტობრივად კუთხეების რიცხვში იყო ჩაწერილი და შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ სუნთქავდა. ანუ ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითია, რასაც საბჭოთა პროპაგანდა თესავდა, ისე როგორც ხოდაშორის დღეს, აი ხშირად, აი, როდესაც არის პროპაგანდა, რომ აი ახალგაზრდები დგანან, გულწრფელად აპროტესტებენ და ამ დროს სად არიან სხვები, ხო? ლიდერები სად? ამიტომაც ეს ერთგვარი მეთოდია იმისათვის, რომ გააჩინონ უნდობლობა ხალხსა და ეროვნული მოძრაობის მაშინდელ ლიდერებს შორის. მაგრამ ლიდერებიც იქ იყვნენ, რა თქმა უნდა, ლიდერებიც ასე ვთქვათ, ეხმარებოდნენ იმ ადამიანებს, განსაკუთრებით აი კიბეებთან იყვნენ მოშიმშილეები და მათაც ეხმარებოდნენ. აი ესეც გარკვეული ტრაგედია, რომ ამის მტკიცება გვიწევს, რომ მერაბ კოსტავა არ გაქცეულა და იქ იდგა ბოლომდე. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ? თუ იცნობთ ამ ადამიანის ბიოგრაფიას, აი მე მგონი ეს სიტყვა გაქცევა. ხო, ანუ თან იცით რა არის საინტერესო, ამბობენ რომ ლიდერები გაიქცნენ, მაგრამ მაგალითად აი რო ვთქვათ რომ მათ შორის მერაბ კოსტავა გაიქცა, ანუ ეს ხო საერთოდ აბსურდი, ან ზვიად გამსახურდია გაიქცა ადამიანები, რომლებიც იმ საშინელი ტოტალიტარული სისტემის პერიოდში არ უშინდებოდნენ მარტოკა ამ სისტემასთან ბრძოლას. ოპოზიციური, ანუ დისიდენტური მოძრაობის აი ეს დაპირისპირებული ბანაკი თუ გამოთქვავდა მსგავს პრეტენზიებს და უერთდებოდა მსგავს მითოსებს, ანუ მერაბის და ზვიადის მიმართ. ანუ გულისხმობთ აი ჭავჭავაძის საზოგადოება და სხვა დანარჩენები, რომლებიც სერიოზულ ასე თქვა დაპირისპირებაში იყვნენ. ანუ იმათ თუ ქონდათ ესეთივე პრეტენზიები, თქვენ სად იყავით თან რაღაც ამდაგვარი. ანუ საბჭოთა პროპაგანდას უნისონში ხო არ ქონდათ მათაც იგივე პრეტენზიები. მე არ მახსენდება.
მე არ მახსენდება მსგავსი რამ. თუ კი ვინმე იყო ასეთი და არის ძირითადად არა, სიმართლედ არ მახსენდება. ეხლა ვინც გამახსენდა, ის ნამდვილად არ ყოფილა დისიდენტური მოძრაობის წარმომადგენელი, ამიტომაც მამის მაგალითად არ გამოდგება. და რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ზვიად გამსახურდიასგან ოპოზიციურ ბანაკს დისიდენტური მოძრაობისა, იქ ძალიან ბევრი მითის და დეზინფორმაციის გავრცელებაც ხდებოდა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ზვიად გამსახურდა საერთოდ არ იყო ხელისუფლებაში მოსული. მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათგანი იყო დიქტატურაში დადანაშაულება. ცოტა პარადოქსულია, მაგრამ ეს ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას დიქტატორს უწოდებდნენ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ არ იყო საერთოდ ხელისუფლებაში მოსული და ამას ძირითადად ის მეორე ნაწილი აკეთებდა დისიდენტური მოძრაობისა. ქართული ნაციონალიზმის სერიოზული მარცხი, ანუ შენებაში სერიოზული მარცხი გამოგვეცალა ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი. მერაბ კოსტავა. აი აქ ისტორიოგრაფია გამომდინარე უკვე არსებული არ ვიცი რაღაცა მტკიცებულებებისა და გარემოებებისა რა დასკვნამდეა მისული ეს შემთხვევითობა, კვლელობა, ვინ ჩაიდინა ეს კვლელობა და როგორ მოხდა, რა მოხდა იქ. ისტორიოგრაფია ამაზე ვერანაირ დასკვნას ვერ დადებს. ხო. უშუალოდ რა მოხდა. ერთადერთი რაც თავმად შეგვიძლია ვთქვათ ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით არის ის, რომ ზვიად მერაბ კოსტავას გარდაცვალებით დაღუპვით ძალიან დაზარალდა. უკიდურესად დაზარალდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. დიდი ავტორიტეტი. და ხელფეხი გაეხსნა, რა თქმა უნდა, უდიდესი ავტორიტეტი, იმიტომ რომ მერაბ კოსტავა, ეს არ ახალია და ახალს არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ მერაბ კოსტავა იყო მორალური ავტორიტეტი, რომელიც ამავე დროს ასრულებდა დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას ეროვნული მოძრაობის სხვადასხვა ფრაქციებსა და ლიდერებს შორის. ისინიც უფრო მეტად თავშეკავებულები იყვნენ მერაბის პირობებში. კი, რა თქმა უნდა, ის უდავო ავტორიტეტი იყო ყველასთვის. და მე იშვიათად მახსენდება მასთან დაპირისპირებული ადამიანი. იმიტომ რომ ეს ერთგვარი კლდე იყო. ყოველთვის მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ უყვარდა, რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ მისი ავტორიტეტის წინაშე ყველა იხრიდა კეთს. ეს ფაქტია. და თუ კი ეს იყო დაგეგმილი, მაშინ დაგეგმეს სწორედ ამ მიზნით, რომ ეროვნული მოძრაობა უფრო მეტად გაეთიშათ. საკმაოდ უხერხული მომენტებიც გვაქვს ჩვენ ეროვნული მოძრაობის ისტორიაში, აი მანამდე მე ვახსენე რამდენიმე წუთის წინ, რომ ძალიან ბევრი დისიდენტი ცდილობდა მერაბსა და ზვიად შორის ურთიერთობის გაფუჭებას. მათ შორის ჩვენ გვაქვს სატელეფონო ფარული ჩანაწერებიც კი იმ პერიოდში, როდესაც ერთ-ერთი ცნობილი დისიდენტი სამწუხაროდ საუბრობს თავის მეგობართან უცხოეთში, YouTube-ზე დევს ეს ჩანაწერი და შეუძლია ყველას მოისმინოს, მე მაინც თავ შევიკავებ სახელისა და გვარის დასახელებისგან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ აი როგორც ცდილობ, რომ მერაბი ჩამოვაშორო ზვიადს. და იქ საკმაოდ უხერხული ეპითეტით მოიხსენიებს ზვიად გამსახურდიას, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ მოახერხე. და მერაბ კოსტავა დაუბრუნდეთ ისევ იმ ხაზს, რომ იყო გამაერთიანებელი და თუ კი ეს დაიგეგმა, ეს ოპერაცია, ასე ვთქვათ, მისი ლიკვიდაციის მიზნით, ამ მიზნით დაიგეგმა და თუ კი ეს იყო შემთხვევითობა, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი საჩუქარი მიიღო ამით უშიშროების სამსახურმა და საბჭოთა სისტემამ. მოტივი ცხადია არსებობდა. რა თქმა უნდა. რაციო გეუბნება, რომ ამის გამკეთებლები იყვნენ. კი, მე სიმართლე გითხრათ, მე არ მჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ აქ ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით ხო, ვერ გამორიცხავ შემთხვევით. რა თქმა უნდა, ვერ გამორიცხავ. აქ სერიოზული გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და ეს გამოძიება ვერ ჩატარდებოდა, რა თქმა უნდა, იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იყო
ის არქივში არსებობს ეს რაიმე დასკვნები, ანუ გამოძიების მასალები, ხელმისაწვდომი არის დღეს. მე პირადად სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიმუშავია. მე არ მქონია შეხება და ზოგადად ახლა არქივები ფაქტობრივად ჩაკეტილია. ისტორიკოსებს უკვე ბოლო წლებია არ აქვს საშუალება რომ იმუშაონ უშიშროების შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივებში. გაურკვეველი რეორგანიზაციის, ასე ვთქვათ, მიზეზით უბრალოდ თვეებია ჩვენ არ გვაქვს საშუალება რომ გავეცნოთ საარქივო მასალებს და ეს როდემდე გაგრძელდება არ ვიცი. დაპირისპირების კიდევ ერთი ძალიან რთული და მძიმე მიზეზი იყო უკვე ზვიად გამსახურდია სტრატეგიული გადაწყვეტილება რომ საბჭოთა დემონტაჟი მომხდარიყო სისტემურად, ინსტიტუციურად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როცა ეს რადიკალური მოორეფრთა მხოლოდ რევოლუციურ სცენარს, აბსოლუტურ ნონკონფორმიზმს და ატრიცალოვოს განიხილავდა, ხო? და მათი ინტერპრეტაციით მოდი რა რომ წარმოვიდგინოთ ახლა დავუშვათ მათი სამყაროდან წარმოდგენილი ასე თქვათ რეალობა, ისინიც იმსახურებენ უკვე პოსტ-საბჭოთა კავშირში რაღაცა თანამდებობებს, რაღაცა მდგომარეობას და რაღაცა სტატუსს და აი ზვიად გამსახურდია ისარგებლა და მან მთლიანად აიღო ძალაუფლება თავის ხელში. აი ამ არჩევნებით და გამწარდნენ, ვიღაცა სერიოზულად გამწარდნენ. აი ეს როგორ მოხდა? ეს გადაწყვეტილება ვიცით ისტორიულად, ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული პარალელები. ვიცით ბალტიისპირეთის ასე თქვათ ლიტვური გზა. ხო, ლიტვური გზა, ხო, ანუ რომელიც დანამდვილებით სწორი გზა არის ისტორია და ემპირია გვაჩვენებს ამ იმას, რომ პირიქით ჩვენ ბევრი რამ კიდევ რადიკალურად გავაკეთეთ, იმიტომ რომ საბჭოთა ნომენკლატურაში ბევრი კვალიფიციური კადრი იყო და განსაკუთრებით საწარმოო სფეროში და ის ჯერ უნდა გამოგვეყენებინა, რომ მომზადებულიყო უკვე ახალი კადრები, რომ ეს რაღაცა საბჭოთა კავშირიდან თუ რამდენი ნგრევა მივიღეთ, რაღაცა რო იყო, აი ესე ჯართის ფასად არ გადაგვარებულიყო ყველაფერი. ჩვენ ბევრი შეცდომა დაუშვით. იქ არაჩვეულებრივად გამოიყენეს, მოხდა ჰარმონიული დემონტაჟი და ცვლილება ელიტის, რეკრუტირება ძალიან ჩვეულებრივი პროცესით. ჩვენ კი უცებ და აღმოჩნდა მე სწორედ აი ამ ფაქტის გამო, რომ ქართულ ეროვნულ მოძრაობას მიუხედავად იმისა, რომ მისი ზედაბირთვი ინტელექტუალურია, ქვედაბირთვში არ იყო ამხელა ინტელექტუალური რესურსი, ხო? არ იყო ამხელა ინტელექტუალური რესურსი და ჩვენ გვჭირდებოდა ნელა განვითარება აქამდე. კი ბატონო, როგორ დაიწყო ეს დაპირისპირება აი არჩევნების საკითხის გარშემო და როგორ გაიყო ეს ბანაკი კიდევ ახალ ბანაკებად, ალბათ ამით უნდა დავიწყოთ. ესე იგი, ზვიად გამსახურდია თავიდან იზიარებდა აგრეთვე იმ მოსაზრებას, რომ საჭირო არჩევნების ბოიკოტი, მაგრამ ეს ეხებოდა 1990 წლის მარტის არჩევნებს. როდესაც ის იყო კვლავ და კვლავ ერთპარტიული, როდესაც მას ატარებდა საბჭოთა ხელისუფლება იგივე წესებით, როგორც ტარდებოდა მანამდე არჩევნების საბჭოთა კავშირში. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების სახით შესაძლებელი იყო ეროვნული მოძრაობის კანდიდატების წარდგენა. მაგრამ პარტია იყო ერთადერთი კომუნისტური პარტია. ზვიად გამსახურდია თანხმდება არჩევნებში მონაწილეობას სრულიად ახალი და შეცვლილი პირობებით, მრავალპარტიული არჩევნებით. საქართველოს იყო პირველი რესპუბლიკა, სადაც ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები. ის სწორედ ამ არჩევნებში იღებს მონაწილეობას და არა საბჭოთა და საბჭოთა სტილის არჩევნებში. და მეორე, ამ არჩევნებს ორგანიზებას უწევდა პარიტეტული წესით დაკომპლექტებული ცესკო და არა საბჭოთა ხელისუფლების მიერ შექმნილი და იმ პარიტეტული წესით იქ წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით. ანუ შეიძლება ითქვას, რომ მართალია არჩევნები ჩატარდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, სამართლებრივი თვალსაზრისით, მაგრამ ის ჩაატარა დამოუკიდებელმა ცესკომ და მრავალპარტიული არჩევნების სისტემის საფუძველზე. და რა იყო ეს? ეს იყო შვიდობიანად საბჭოთა სისტემის დემონტაჟი, ეს იყო ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუცია, ანუ უსისხლო რევოლუცია, ანუ უარი ძალადობაზე და საზოგადოებისა და პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია აბსოლუტურად შვიდობიანი მეთოდებით.
რაც იყო ცალსახად სწორი გადაწყვეტილება და სწორი ნაბიჯი და რომ ამბობენ რომ საქართველოში საბჭოთა სისტემა დაინგრა სისხლის ღვრებით, დაპირისპირებებით, ომებით და ასე შემდეგ ხშირად ერევათ ბევრი რამ ერთმანეთში, ანუ ის რაც მოხდა 91 წლის შემდეგ იმას აერთიანებენ ამ მოვლენასთან. არა და აქ უნდა გავმიჯნოთ, ჩვენთან საბჭოთა რეჟიმი დასრულდა არჩევნების გზით, მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუციის მეთოდით. და ამის მთავარი შემოქმედი იყო ზვიად გამსახურდია და მისი პოლიტიკური გუნდი. აი მერე რაც მოხდა, ეს უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლებია და ცალკე პრობლემებია და ამაში არ უნდა აურიოთ. მეორე გზა, თქვენ სწორად აღნიშნეთ გია ჭანტურიას, ირაკლი წერეთლის და მათი თანამებრძოლების რომელთა შორის ძალიან ბევრი დღემდე წარმოდგენილია ქართულ პოლიტიკაში, ასე სახელისუფლებო დონეზე. ისინი საზოგადოებას თავაზობდნენ ასეთ ალტერნატივას, რომ ჩვენ არ ვცნობთ საბჭოთა სისტემას, ეს არჩევნებიც არის საბჭოთა, ვინც მასში მონაწილეობას მიიღებს, იქნება კოლაბორანტი და ჩვენ შევქმნით ალტერნატიულ მთავრობას, ჩავატარებთ ალტერნატიულ არჩევნებს, საქართველოს გამოაცხადებთ ოკუპირებულ ქვეყნად და დავიწყებთ მოვითხოვთ ჯერ ჯარების გაყვანა საბჭოთა ასე ვთქვათ არმიის და დავიწყებთ მოლაპარაკებებს უცხოეთთან ანუ აღიარების და ლეგიტიმაციის მიღების თვალსაზრისით. ნუ ეხლა ეს იყო აბსოლუტური აბსურდი. ეს არის პოლიტიკური უმციფრობა, აბსოლუტური არალოგიკური რაღაცა მსჯელობა. და ისინი მიდიოდნენ იქამდე, რომ ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებდნენ საბჭოთა ხელისუფლებასთან და საბჭოთა უშიშროებასთან თანამშრომლობაში, იმიტომ რომ მან არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. და ალბათ მაშინ მუსირებდა კიდევ ის მონანიების რაღაცა საკითხებიც, აი ამ წამოყვედრების საკითხებში. დიახ, ხშირად ამბობენ, რომ ზვიად გამსახურდია კი იყო პატრიოტი და იდეალისტი და გულწრფელი თავის ბრძოლაში, მაგრამ არ იყო პოლიტიკოსი. აქ ჩანს ზვიად გამსახურდია, რომ პოლიტიკოსია. კი ბატონო. თუნდაც იმ ეგრეთ წოდებულ მონანიებაში გამოჩნდა, რომ ის უპირველეს ყოვლის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ცალსახა პოლიტიკური მიზანი. დიახ. და ეს მიზანი ვიცით რაც იყო საქართველოს დამოუკიდებლობა და აი ამ მიზნის მისაღწევ გზაზე ის მზადაა რომ დათმოს რაღაცეები და მათ შორის მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა იმისათვის რომ პროცესები მშვიდობიანი გზით წარმართულიყო. და რა არის ახლა მისი არგუმენტი? მან იცის რომ ჩვენ არ ვცნობთ საბჭოთა ხელისუფლებას და თავს მივიჩნევთ ოკუპირებულ ქვეყნად, მაგრამ უცხოეთი ასე არ ფიქრობს. უცხოეთისთვის არსებობს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა სამართლებრივი სისტემა და ის ელაპარაკება საბჭოთა ხელისუფლებას. შენ რომ დაგელაპარაკოს და საერთოდ კონტაქტში შეხვიდე დასავლეთთან და ვინმემ რომ შენს აღიარებაზე დაიწყო საუბარი, შენ ეს არჩევნები უნდა მოიგო. და ამით მათ თვალში უნდა მოიპოვო ლეგიტიმაცია. და აი ეს გზა ირჩია მან, რომ მას მისცემოდა და ხელისუფლებას მისცემოდა თავად საბჭოთა სამართლის შიგნით იმის მტკიცების საშუალება, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი. რატომ? იმიტომ რომ საბჭოთა კონსტიტუციით გარანტირებული იყო. მართალია აწლეულების განმავლობაში იყო აბსოლუტური ფორმალობა, მაგრამ 80-იანების ბოლოს უკვე იმ ჩანაწერმა საბჭოთა კონსტიტუციაში, რომ ნებისმიერ საბჭოთა რესპუბლიკას შეეძლო თავისუფლად გასვლა, თქვათ, თუ კი ხალხის ნება ასეთი იყო, თუნდაც ეს ბერკეტი იყო შესანიშნავი იმისათვის, რომ საქართველო გასულიყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან. და ზვიად გამსახურდიას რომ მოეპოვებინა დასავლეთში მხარდაჭერა, წავიდა სწორედ ამ ნაბიჯზე. ეგრეთ წოდებულ ლიტვურ გზას უწოდებენ, თუმცა ზოგადად მაშინდელ აღმოსავლეთ ევროპაში ასე მოხდა. საბჭოთა რეჟიმები დაინგრა ძირითადად არჩევნების გზით. ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში და ასე შემდეგ და იგივე გეგმავდა ის საქართველოში. ახლა რო შევაჯამოთ ჩვენ აი ეს წარსულის ისტორიის გაკვეთილები და აი მერტყვარი პარალელი რო გავაკეთოთ თანამედროვეობასთან. ჩვენ უკაცრავად მეგონი შეგაწყვეტინეთ. სწორედ იმისი თქმა მინდოდა რომ ჩვენ ვართ ახლა რაღაც ამოცანის წინაშე. ეს ამოცანა განსხვავებით ჩვენი 30 წლის არსებობის მანძილზე, კერძოდ რა ორიენტაცია გვაქვს, რა ღირებულებებზე ვქმნით აი ამ სახელმწიფოს და უპირველეს ყოვლისა ჩვენ თავარი ღირებულება არის თავისუფლება. და ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს მართლაც მაგალითები აი შედარებით მინი მოდელში
მაგრამ იგივე მაგალითები როგორიც არის შეურაცხადად გამოცხადება ადამიანის იყო ესეთი პრეცედენტი აბსოლუტურად აბსურდული და დაუსაბუთებელი ბრალდებით ხანგრძლივი დროით დაპატიმრება ცხადია საქართველოს პატარა და არ აქვს რესურსი უბრალოდ გადასახლების სადღა გადასახლება აქ ვერ შვები მაგას არც ეს სისტემური რესურსი აქვს რომ მოქალაქეობა წაართვას მაგალითად აქედან გააძევოს და მაგრამ გვაქვს ძალიან მძიმე ვითარება და ამ ფონზე ჩვენს ყავს უკვე ესეთი ადამიანები რომლებიც აი ამ თავის სიცოცხლის დებენ სასურზე რა გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ აი იმ ასე თქვა შემთხვევიდან რითი გავს დღევანდელი მოვლენები იმ მოვლენებს არის თუ არა აი აქაც ხელოვნურად შემოგდებული დაპირისპირებების მეთოდი როგორც მაშინ იყო ანუ ადამიანის დისკრედიტაციის მცდელობით დააზიანოს აი ეს წინააღმდეგობის სივრცე რომ აღარ ენდონ ადამიანები ლიდერებს შეერგოლა ძალიან ბევრი მსგავსებაა სამწუხაროდ და თავად ის ფაქტი რომ ჩვენ პარალელების გავლებას ვიწყებთ დღევანდელობასთან იმ პერიოდისა ეს არის უდიდესი ტრაგედია მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე რომ ვინც დღევანდელ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს ასე თქვა წარმართავს ხელისუფლების მხრიდან ძალიან კარგად იცნობს იმ მეთოდებს რომელსაც იყენებდა მაშინდელი საბჭოთა სისტემა რეჟიმი და უშიშროების სამსახურები ძალიან კარგად იცნობს როგორ გააშალოს ადამიანი როგორ შეიტანოს უნდობლობა ეჭვი ასე თქვა როგორ დააპირისპიროს ერთმანეთთან ადამიანები თუ თქვა სხვადასხვა პოლიტიკური თუ სოციალური ჯგუფები და ასე შემდეგ ადამიანები რომლებიც უპირისპირდებიან სისტემას და იბრძვიან თავისუფლებისთვის მათთვის ყველაზე კარგი სახელმძღვანელოა სწორედ ის პერიოდი და დისიდენტური ცხოვრება და ის მეთოდები რომლითაც დისიდენტები იბრძოდნენ საკუთარი მიზნებისთვის და რა გაკვეთილი შეიძლება გამოვიტანოთ გაკვეთილი არის უმთავრესი შემდეგი რომ კი ყოველთვის არსებობდნენ ტოტალიტარული რეჟიმები და სისტემები ყოველთვის არსებობდნენ ავტორიტარული ლიდერები და რომელთაც სურდათ თავისუფლების ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ალტერნატიული აზრის ჩახშობა და საკუთარი მმართველობის გახანგრძლივება. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდნენ, იყვნენ სინდისიერი პიროვნებები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. მთავარი გაკვეთილი არის შემდეგი, რომ მათი ბრძოლა ყოველთვის თავრდებოდა სწორედ სინდისის და თავისუფლების გამარჯვებით. გარდაუვალია საქართველოში თავისუფლება არ გაიმარჯვოს. უბრალოდ მესმის რომ ეს არის რთული გზა და აქ განსაკუთრებით უნდა გაგვახსენდეს ჩვენ ის ადამიანები, რომლებიც იმ პირობებში და იმ პერიოდში იბრძოდნენ, როდესაც იყო აბსოლუტური უკუნი და უპერსპექტივობა. თქვენ წარმოიდგინეთ 60-იანებში, 70-იანებში ვინ წარმოიდგენდა რომ რამდენიმე ათწლეულის მერე არსებული საბჭოთა სისტემა და კომუნისტური რეჟიმი აღარ იარსებებდა და დაიშლებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც იბრძოდნენ. ერთი შეხედვით გავდნენ ქარის წისქვილების წინააღმდეგ მებრძოლებს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო, ისინი იბრძოდნენ საკუთარი პრინციპების, სინდისის კარნახით და იბრძოდნენ იდეებისთვის და იდეალებისთვის. და როდესაც ამგვარად მზად არიან ადამიანები, რომ თავისუფლებისთვის გასწირონ თავი, მათი ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. მე იმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად აი ამ ზაობისთვის არ არიან მოწოდებულები, რომ თავად გადადონ საკუთარი თავი, აი ამ თავგანწირისთვის მათ შეუძლიათ ყველაზე მინიმუმი მაინც გააკეთონ, რომ მხარი დაუჭირონ. ცხადია რომ ყველა ვერ იქნება დონ კიხოტი. ანუ ვერ იმოგზაურებს თავისი სატრფოს გულისთვის ათერაკების აზრმანად ეს ნახევრად გიში ადამიანების საქციელია და კი ეს არ არის ნორმალური საქციელი თუნდაც დისიდენტი იყო საბჭოთა კავშირში. ხო მარტივია უფრო გადაფრინდებოდი, გადმოფრინდებოდი და საჭმელი და სასმელი.
კაცი იფიქრებს რატომ რა გინდა კარგად ცხოვრობ და რა გაწუხებს რა გაკლია კი იგივე ლექსიკა დღესაც ხო თავისთავად ცხადია ვინც შეგუებულია ამ სისტემას მას რას უკვირს ის რომ ხალხი არის უკმაყოფილო საერთოდ რატომ არის უკმაყოფილო როცა რა ვიცი ყველაფერი აქვს აი რაც თანამედროვე ცხოვრებაში ჭირდება ყველაფერი აქვს როგორც მატერიალური და მათი გაგებით სულიერი მოთხოვნების თვალსაზრისით მაგრამ მათ სულიერებაში შეიძლება აღარ წეს ის თავისუფლების გაგება და რეალური ბედნიერების შეგრძნება და აი აქ არის ყველაზე მთავარი მომენტი გმირობა სჭირდება აუცილებლად მაყურებელი ტაშის დამკვირველი არ შეიძლება ეს არ შეიძლება გმირი შედგეს მისი გმირობა სიჩუმეში ყველაზე დიდი შეცდომა საზოგადოების არის სტუმილი ან უყურადღებობა ან აი ამისი უპატივცემულობა აი ყველაზე დიდი შეცდომა იმიტომ რომ ხო ვერაკეთებ აღფრთოვანდი მაინც დაწერე მხარდაწერი პოსტი მაინც გამოდი თქვი რაღაცა მაინც სამეზობლოში ის მაინც თქვი რა თუ არსად არ გამოდიხარო ხო ეს მათამიანი მართალი ყოფილა და ოჩახმის დედას მისი გაზრდისთვის აი ეს როგორ ვერ უნდა მოახერხო არ შეიძლება გმირობა თუმილში არ შეიძლება ბევრი სირთულე იმიტომ რომ ყველა გმირი ანუ იმითი პოულობს თავისი თავგანწირვის საწვავს რომ გრძნობს საზოგადოების მხარდაჭერას აი გრძნობს მაყურებელს გრძნობს აღფრთოვანებას თუ ამას არ გრძნობ თუ რამემ შეიძლება მართლაც დაამარცხოს გმირი ეს არის ვისთვისაც თავს სწირავ ის რომ ამას არ აფასებს აი ყველაზე ცუდი რაც შეიძლება და მოხდეს და შეემთხოს გმირს იქ საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტია არ არსებობს ალბათ ადამიანი რომელსაც აღუოცნებია რომ ყოფილიყო გმირი მაგრამ ყველას ხო არ შეუძლია გმირობა ამიტომაც ხშირ შემთხვევაში იმის მიმართ ვინც შეძლო გმირობა არა დადებითი არამედ უარყოფითი განწყობები ებადება და უჩნდება ამ ადამიანს ამიტომაც ეგ ძალიან რთულად გადასალახია ბევრისთვის ძალიან რთულად აი ხა თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში ძალიან ბევრი ადამიანი უკრაინის მიმართ ანტიპათიით იმიტომ არის განწყობილი რომ ეს უკრაინა იმ კოგნიტურ დისონანსში აგდებს რომ ესე იგი თურმე გმირობა შეიძლება აქ ამ სიტუაციაში თავგანწირვა შეიძლება და შენ აი ამ კონფორმიზმით გამოდიხარ უნამუსო ადამიანი და რატომ ვარ მე უნამუსო ადამიანი მოდი უკრაინაა ცუდი მოდი ზელენსკია კლოუნი და ასე შემდეგ ხო აი გონება მიაგნებს მე თავის გამართლების საშუალებას და ეს შეცდომები რომელიც ადამიანს მოსდის კომპლექსები ტრავმები და აყენებს შემდეგ ისტორიის არასწორ გზას და არასწორ პოზიციას მადლობა გიორგი ძალიან კარგად ვისაუბრეთ ეს გადაცემა ნამდვილად ღირსია მრავალი მაყურებლის მე წინა გადაცემაც მქონდა მეგობრებო არაჩვეულებრივი გადაცემა და სამწუხაროდ ისეთი ყურადღება ვერ მიიღო განა იმიტომ ვარ შეწუხებული რომ ჩემი გადაცემა არ იხილეს არამედ იმიტომ რომ მას საგანმანათლებლო დანიშნულება ეს ესეა და აი აქ საჭიროა ყურადღება და იმედი მაქვს რომ მაყურებლები მოიწონებენ ჩვენს გადაცემას გამოიწერენ არხს და გადააზიარებენ მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე